წითელას გაზრდილი შემთხვევების ფონზე ვაქცინაციისკენ მოწოდებები აქტიურდება. ბოლო 2 წლის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ინფექციის ცირკულაცია გაზრდილია, რასაც ექიმები ანტივაქსერული განწყობების გაძლიერებით და აცრების გამოტოვებით ხსნიან. მორიგი განგაშის საფუძველი შექმნა ამერიკის შეერთებულ შტატებში ტეხასის შტატში მომხდარმა შემთხვევამ. წითელამ სასკოლო ასაკის მოზარდი იმსხვერპლა ის ვის ვაქცინირებული არ იყო, რასაც მედიკოსები გარდაცვალების მიზეზად ასახელებენ. წლის დასაწყისიდან საქართველოში ინფიცირების უკვე 60-მდე შემთხვევაა დაფიქსირებული. ვირუსული ინფექცია საკმაოდ მარტივად გადამდებია, გართულებების თავიდან ასაცილებლად ექიმები მშობლებს ვაქცინაციის კალენდრის დაცვისკენ მოუწოდებენ. ამერიკაში ტეხასის შტატში წითელათი ინფიცირებული ბავშვის გარდაცვალება მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. ტრაგიკული ფაქტი საყურადღებოა იმით, რომ ესაა ბოლო 10 წელიწადში წითელას პირველი მსხვერპლი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამერიკული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, შტატში წითელათი ინფიცირების შემთხვევები მკვეთრადაა გაზრდილი, რასაც სპეციალისტები COVID პანდემიის ფონზე ანტივაქსერული განწყობების ზრდას და აცრის მაჩვენებლის შემცირებას უკავშირებენ. დაავადების თითქმის ყველა შემთხვევაში პაციენტებს წითელას საწინააღმდეგო აცრა არ ჰქონდათ გაკეთებული. ამერიკელი სკოლის მოსწავლის გარდაცვალება გაფრთხილებაა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც ვაქცინაციას სკეპტიკურად უყურებს. ან გარკვეული მიზეზების გამო თავად ან საკუთარი შვილისთვის ეს აცრა არ გაუკეთებია. ამის შესახებ უცხოელი და ქართველი სპეციალისტები საუბრობენ. როგორც ირკვევა, მხოლოდ წელს საქართველოში წითელათი ინფიცირების ათეულობით შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა საბედნიეროდ წლებია ლეტალობის შემთხვევა ქვეყანაში არ ყოფილა. დღესდღეობით საქართველოში ამჟამინდელი პერიოდისთვის 55-მდე შემთხვევაა წითელასი დაფიქსირებული. შემთხვევების უმრავლესობა არის თბილისში და ქვემო ქართლში, თუმცა არის ერთეული შემთხვევები სხვა რეგიონებშიც და მნიშვნელოვანია და აღსანიშნავია ის, რომ ყველა ეს შემთხვევა არის იმ ადამიანებს შორის, ვინც არ არის ვაქცინირებული. მათ შორის არის ბავშვების საკმაოდ მნიშვნელოვანი წილი, 4 წლამდე ასაკის ბავშვების, რომელთაც ვაქცინაცია არ აქვს ჩატარებული. და ზოგადად ვაქცინაცია წითელას შემთხვევაში არის წამყვანი ღონისძიება. ანუ წითელას სხვა პროფილაქტიკა არ არსებობს. წითელა არის დაავადება, რომელიც ძალიან ადვილად ვრცელდება. ანუ იგი არის ჰაერწვეთოვანი გზით გავრცელებადი ინფექცია და ახასიათებს საკმაოდ ზოგ შემთხვევაში საკმაოდ მძიმე მიმდინარეობა და შესაბამისად, ანუ მისი პრევენციისთვის ყველაზე ეფექტური და მკურნალობამდე რო არ მივიდეს საჭიროება, ეფექტური საშუალება ეს არის ვაქცინაცია. ზოგადად ბოლო წლების განმავლობაში წითელას შემთხვევების მატებაა, რაც ძირითადად დაკავშირებულია იმას, რომ გეგმიური კალენდარული ვაქცინაცია გარკვეულ შემთხვევებში არ ტარდება ხოლმე, რაც ძალიან ცუდია. ექიმების ინფორმაციით, წითელა ძალიან სწრაფად ვრცელდება, ის ჰაერწვეთოვანი გზით გადადის და ახასიათებს მაღალი ტემპერატურა და გამონაყარი. მათი თქმით, წითელას შეიძლება დაერთოს ფილტვების და ყურის ანთებაც. სხვა პრევენციული ღონისძიება წითელას საწინააღმდეგოდ არის უეფექტო ვაქცინაციის გარეშე. აქედან გამომდინარე, ჩემი რეკომენდაცია და მოწოდება იქნება მოსახლეობისთვის, რომ კალენდარული ვაქცინაცია, რომელიც მოიცავს წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციას, ჩატარდეს უნდა სრულყოფილად, რითაც დავიცავთ თავს აი ამ საკმაოდ ასე თქვად გადამდები და საყურადღებო ინფექციისგან, იმიტომ რომ კი ბავშვთა ასაკში როგორც წესი მიმდინარეობს შედარებით მსუბუქად, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება საკმაოდ სერიოზული გართულებები მოყვეს. წითელაზე გეგმიური აცრა ბავშვებში 2-ჯერ 1 წლის და 5 წლის ასაკში კეთდება. ექიმები განმარტავენ, რომ პატარებს გეგმიური აცრები მათ სხვადასხვა საშიში ინფექციისაგან მთელი ცხოვრების განმავლობაში იცავს. სპეციალისტები ამბობენ, რომ თუ სხვადასხვა მიზეზების გამო მოზარდების იმუნიზაცია გადავადდა, ეს აცრაზე უარის თქმის მიზეზი არ უნდა იყოს და ყველა ბავშვი თუნდაც დაგვიანებით, მაგრამ აუცილებლად უნდა აიცრას. აცრის გაკეთება ზრდასრულებსაც შეუძლიათ იმ შემთხვევაში, თუ მათ ვაქცინაცია არ აქვთ ან არასრულად აქვთ ჩატარებული, ან არ ახსოვთ არიან თუ არა წითელაზე აცრილები. აცრას სახელმწიფო სრულად აფინანსებს.